გორის საკრებულოს შენობის წინ არასამუშაო საათებში ავტომობილის შესulis და დგომის აკრძალვას საპატრულო პოლიცია ითხოვს. საკითხი კომისიის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. მიზეზად ეგრეთ წოდებული ავტოხულიგნების დრიფტაობა სახელდება, რომლის გაკონტროლება პატრულს უჭირს. კიდევ ერთი მოთხოვნა კი კომბინატში პოლიციის შენობის წინ ავტომობილების გაჩერების ნებართვის მიღებას ეხებოდა. არასამუშაო საათებში Ამის იმიდა რაფია. საფრთხე სექციიდან დილის 9 საათი. ამ შემოდგება ეგრეთ წოდებული ავტოხულიგნები, როცა ის არის, მანქანები აღარაკային, დიტომები. და პატრონმა ვერ ვაკონტროლებდა. და შეგვიცვალე ტექნიკაში. საკითხმა კომისიის სხდომაზე დეპუტატების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ერთ-ერთ მიზეზად ქალაქში საპარკინგო ადგილების სიმცირეს ასახელებდნენ. დღევანდელ კომისიის სხდომაზე შემოსული იყო რამოდენიმე საკითხი. ერთ-ერთი საკითხი იყო სტალინის ქუჩა ნომერ 16-ის მიმდებარედ საგზაო ნიშნის გაჩერება, ტრანსპორტის გაჩერება აკრძალულია სამუშაო საათები საღამოს 6 საათიდან დილის 9 საათამდე. ეს ძირითადად ეხება ისეთ ტრანსპორტის გაჩერებას, რომელიც სამუშაო საათების შემდეგ დგება აღნიშნულ ლოკაციაზე, ხუდიშიან ჟარგონისათვის ბირჟა ვიკობენ და საპატრულო პოლიციას ვერ ახდენს მათ კონტროლს და ამიტომ სამუშაო საათების დასრულების შემდეგ 6-დან დილის 9 საათამდე ეკრძალებათ მოქალაქეებს ტრანსპორტის გაჩერება. აი ეს ინიციატივა იყო შემოსული კომისიის სხდომაზე, კომისიის სხდომაზე დადებითად გადადგა და საკრებულოს სხდომაზე შევხედოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულოს დეპუტატები. აკრძალავენ თუ არა ავტომობილების შესულას და დგომას ქალაქის ცენტრში ადმინისტრაციული შენობის წინ, ეს საკრებულოს სხდომაზე გახდება ცნობილი.